საამშვიდობის, ესე იგი, მერვე ლექცია გვაქვს დღეს ციკლიდან რა თქვა ვოლანდმა. ლექციათა ციკლს უბრალოდ ჩამოვთვლი, რომ შეგახსენოთ, რითი ვაგვირგვინებთ ამ ციკლს. პირველი გვქონდა რა თქვა სატანამ ბიბლიაში, ზოგადი მიმოხილვა ბიბლიის, მერე არის თუ არა ღმერთი ჰუმანური და დავასკვენით, რომ ღმერთი არის ღმერთი და არა ჰუმანური ან სხვა რამ, ვინმე. მერე გქონდა იობის წიგნი, ადამიანი როგორც ბოროტებისა და სიკეთის ბრძოლის ველი. დღეს ესეც იქნება გარკვეულწილად. ინკვიზიცია, იმიტომ ბოლოს გავაკეთე, რომ ყველა ასპექტს მოიცავს. ბიბლიასაც, ადამიანურ ასპექტსაც, ფილოსოფიასაც, იურისპრუდენციასაც, სოციალურ კონტექსტსაც, საერთოდ მთლიანობაში კომბინაციას უკეთებს ყველაფერს და ამიტომ დღეს საინტერესო განხილვა გვექნება. მეოთხე გქონდა ცრუ და ჭეშმარიტ წინასწარმეტყველთა დაპირისპირება ბიბლიაში. მერე იყო ფაუსტია და გოეთეს უდიდესი ნაწარმოები. მომდევნო გქონდა ოსტატი და მარგარიტა, რა თქვა ვოლანდმა დიალოგებში, რომელიც ასევე ბიბლიურ სიუჟეტებსაც მოიცავს, როგორც გოეთეს ნაწარმოები. მეშვიდე გქონდა ნეტარი ავგუსტინეს De Civitate Dei, საღვთო ქალაქის შესახებ, რომელიც ასევე დახუნძლული იყო ბიბლიური სიუჟეტებით. და დღეს გვაქვს რა თქვა დიდმა ინკვიზიტორმა, სახელწოდება დოსტოევსკისგან ავიღეთ, მაგრამ მოიცავს ბევრ ამას, დოსტოევსკის ცოტას შევეხებით იქ შიგა და შიგ. მიწიერი ეკლესიის ბრძოლა ბოროტებასთან. აქ ახლა როცა ვიწყებთ ამ საკითხზე საუბარს, რა თქვა დიდმა ინკვიზიტორმა მიწიერი ეკლესიის ბრძოლა ბოროტებასთან, ყველას გვაქვს ჩვენი წარმოდგენები, მითებიც, სწორი წარმოდგენაც გვაქვს ნაწილობრივ. აი პირველად რო ვიტყვით ინკვიზიცია და ინკვიზიტორი, რა წარმოგიდგებათ? კოცონი. ეს ერუდირებული ხალხი, რომელიც ცივი გონებით განსჯიანა მალქაჯებს, ერეტიკოსებს, მოაზროვნეებს და საზოგადოებას მთლიანობაში. ხანდახან ისეც ხდებოდა, რომ თვითონაც ხდებოდნენ ამ კოცონის მსხვერპლები. და ეს თვითონ იმხელა მანქანა იყო, რომ რამდენიმე კითხვა უბრალოდ რიტორიკულად მინდა დავსვა, თქვენ თავში გაეცით ყველამ პასუხი, რომ განვეწყოთ ამ თემაზე სასაუბროთ. პირველი, გამოუტანდით თუ არა სასიკვდილო განაჩენს ინკვიზიტორებს, თუ მათი გასამართლების საშუალება მოგეცემოდათ. მეორე, დაწვავდით თუ არა ინკვიზიტორებს მათი მსხვერპლის ახლობლების წინაშე. მესამე, უნდა იყოს თუ არა სიკვდილით დასჯა თანამედროვე სახელმწიფოში, სამყაროში. თუ კი, რა შემთხვევაში, თუ არა, რატომ? არა, ვიმსჯელოთ ამაზე ბოლოს. რა სიზამდით ჩიკოტილას ან სხვა მანიაკის მსგავსი ადამიანის შეწყალების შესაძლებლობა რომ გქონდეთ როგორც პრეზიდენტს. იმუშავებდით ინკვიზიტორად? ეგ ანუ თქვენ სურვილზე მაინც და მაინც არ იქნებოდა, იმიტომ რომ ინკვიზიტორი რო ყოფილიყავი, იურისტი უნდა ყოფილიყავი და თეოლოგი, ორივე ერთად. სხვა შემთხვევაში კანდიდატურას არც კი განიხილავდნენ. ამიტომ ნაწილობრივ გამოდის, რომ მეც ინკვიზიტორი ვარ. მიგაჩნიათ, რომ ინკვიზიცია ყველაზე სასტიკი იყო სიკვდილით განაჩენების გამოტანაში. კარგი შეკითხვებია, ამას ბოლოსაც გავიმეორებ. ეს შეკითხვები სხვადასხვა კვლევრების ლექციებიდან ავიღე, ჩემიც დავამატე, იმიტომ რომ ჩვენ ნახავთ მერე, რომ ბევრი მითიც არსებობს, რეალობაც არსებობს და ბევრი კითხვებიც დღემდე, ბოლომდე არ არის საკითხი დაზუსტებული.
მითებს ცალკე შევეხები, მაგრამ პირველ რიგში სახელმწიფო სისტემა რისგან შედგება, ხა იურისტები ვინც არის, ეს იცის, რომ წარმოდგენა გქონდეს. ეს არის საკანონმდებლო ორგანო, რომელიც ადგენს კანონებს, პარლამენტი, ხო? სასამართლო და აღსრულება. შუა საუკუნეებშიც თავისებურად ეს სამივე ასპექტი არსებობს. ინკვიზიციას აქვს საღვთისმეტყველო და პოლიტიკური საფუძვლები და ამით უნდა დავიწყოთ, რომ გავიგოთ რას ეფუძნება, რითი საზრდოობს და რითი ამართლებს თავის არსებობას ინკვიზიცია. და საერთოდ იმართლებს თავს იმისთვის, რომ ერეტიკოსებს წვავდა, ალქაჯებს წვავდა და იმ ხალხს, ვისაც განაჩენი გამოუტანა. ამაში იმართლებს თავს ინკვიზიცია. როდესაც კათოლიკურმა ეკლესიამ ბოდიში მოიხადა უსამართლოდ გასამართლებული ხალხის გამო. ანუ ცდომილება რაშიც იყო, ამაში მოიხადა ბოდიში და არა თვითონ სასამართლო სისტემის გამო. რაც ბუნებრივია, იმიტომ რომ მონარქიულ პირობებში ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერ რელიგიის მქონე ქვეყანაში არსებობდა ამგვარი სასამართლო მეტად თუ ნაკლებად. უბრალოდ ინკვიზიცია გამოირჩეოდა იმით, რომ ბევრად უფრო ორგანიზებული იყო, ბევრად უფრო ინტელექტუალური იყო, ბევრად უფრო ერუდირებული იყო და ინკვიზიციის დამსახურება თანამედროვე საგამოძიებო სისტემის ჩამოყალიბებაც, რო ვიცოდეთ. მას ასე ინკვიზიციის საღვთისმეტყველო საფუძვლები და ლოგიკა. რა თქმა უნდა, ძველი აღთქმა. პირველ რიგში ცოტა ქრისტიანობაზე უნდა ვთქვათ, იცით რომ 60 ქულო ეკლესია როცა წამოვიდა და ადრეული ეკლესია იყო დევნის პერიოდი, კერძოდ 313 წლამდე სანამ მილანის ედიქტი მიიღებოდა, რომელმაც ლეგალურ რელიგიად გამოაცხადა ქრისტიანობა 313 წელს. 313 წელს სახელმწიფო რელიგიად არ გამოცხადებულა ქრისტიანობა. კონსტანტინე დიდმა ის ლეგალურ რელიგიად გამოაცხადა. ანუ იყო რელიგიები ილიკიტა, რომელიც ნიშნავდა არალეგალურს და ქრისტიანობაც მათ შორის შედიოდა და იყო რელიგიები ლიკიტა, ანუ რასაც ლეგიტიმაცია და ნებართვა ჰქონდა რომის იმპერიაში და 313 წელს კონსტანტინემ ქრისტიანობაც შეიტანა ამ სიაში და ლეგალური რელიგია გახდა. შემდგომ მისი საკამათო მოქცევა არის ქრისტიანობაზე, ამაზე დაობენ ერთი აზრი არსებობს, ზოგი უბრალოდ პოლიტიკურ მოტივებს მიაწერს, ზოგი ქრისტიანობასაც. სხვათა შორის კონსტანტინე მოინათლა ევსევი ნიკომედიელის მიერ, რომელიც არიოზელი იყო თვითონ. კონსტანტინე დიდი წმინდანად არის შერაცხული დღეს. მართლმადიდებლურ ეკლესიაში. არიოზის მიერ იყო მონათლული. არიოზის მიერ არა, არიანელი ეპისკოპოსის მიერ, რომელიც არიოზის სწავლებას უჭერდა მხარს. 380 წელს თეოდოსე დიდი სახელმწიფო რელიგიად აცხადებს ქრისტიანობას და ნელ-ნელა ქრისტიანობა მოდის ხელმძღვანელობაში. ქრისტიანობა ხდება ამ იმპერიის ნაწილი და ის ასევე ხდება სადამსჯელო სასამართლო ორგანო, რომელიც წარმართებს დევნის, ადრე თვითონ იდევნებოდა წარმართებისგან და ეხლა ქრისტიანობა ნელ-ნელა იურიდიულად კანონის ფარგლებში დევნის წარმართობას. ესე მოვიდა პოლიტიკური, მოკლედ რო ვთქვათ და ზედაპირულად პოლიტიკური ბერკეტი, უпроსწოლედ ქრისტიანობის პოლიტიზაცია ასე მოხდა. ძველი აღთქმის საფუძვლები ინკვიზიციისა. ძველ აღთქმაში იყო მორალური კანონი, 10 მცნება, იყო რიტუალური კანონი, რაც სამღვდელოებას უნდა შეესრულებინა და იყო იურიდიული კანონი. მორალურ კანონში საფუძველი რა იყო? 10 მცნება იყო, უფალი ღმერთი ერთია, არ იყოლიო სხვა ღმერთები, მეორე არ შექმნა კერპი,
არსზე თაყვანი მათ არ გააღმერთო არანაირი ქმნილება, მესამე არ წარმოთქვა უფლის სახელი ამაოდ, მეოთხე დაიცავი შაბათი, მეხუთე პატივი ეცი დედას შენს და მამას შენს, მეექვსე არ კლა, მეშვიდე არ იმრუშო, მერვე არ მოიპარო, მეცხრე არ გამოხვიდეთ სრულ მოწმედ და მეათე არ ისურვო შენი მოყვასის არც ვირი, ნუ დღეს მერსედესი, ბოინგი და არც ცოლი. რო გავათანამედროვოთ არ ისურვო შენი მოყვასის არაფერი. არ შეგშურდეს ერთი სიტყვით. აი ეს 10 მცნება იყო კანონი და ეს ამ 10 მცნებიდან მერე მიმდინარეობს უკვე ქვეპუნქტებად ჩაშლა და მთლიანად მორალური კანონი ამას ეფუძნებოდა ძველი აღთქმისა. რიტუალური კანონიც იყო, როდესაც ადამიანს უნდა მოეტანა მსხვერპლი, ცოდვების სინანული, განწმენდის რიტუალები, ყველაფერს ჰქონდა თავის წესები, ამას დეტალურად ვერ შევეხებით, ეს ცალკე განხილვის საგანია და ცალკე თემაა, მაგრამ რიტუალური კანონიც იყო. და იყო იურიდიული კანონი, რომელიც ამ ცნებების დარღვევის შემთხვევაში სასჯელს ითვალისწინებდა. სისასტიკე რომ ვნახოთ ძველ აღთქმაში მინდა წაგეკითხოთ როგორ დასაჯეს პირველად ადამიანი შაბათის დარღვევისთვის. ეს მოსეს 5 წიგნეულის მეოთხე წიგნში წერია, მე-15 თავში ძალიან საინტერესო ტექსტია. 32 მუხლიდან. როცა ისრაელიანები უდაბნოში იყვნენ, ნახეს კაცი, უკვე 10 მცნება აქვთ, რომელიც შეშას აგროვებდა შაბათ დღეს. და მათ, ვინც შეშას შემგროვებელი ნახეს, შეშის შემგროვებელი, მიგვარეს ის მოსეს აარონსა და მთელ თემს, ანუ საზოგადოებას. და ჩასვეს ის საპყრობილეში, რადგან არ იყო გარკვეული როგორ უნდა მოქცეოდნენ მას. ჯერ ანუ ყალიბდება კანონი. და უთხრა უფალმა მოსეს, ღმერთმა უთხრა. უნდა მოიკლას ეს კაცი ქვით ჩაიქოლოს. ჩაქოლოს ის მთელმა თემმა ბანაკს გარეთ. გაიყვანეს იგი მთელმა თემმა ბანაკს გარეთ და ქვით ჩაქოლეს და მოკვდა იგი როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. ნუ მერე ისტორიის განმავლობაში ისრაელები ხან იცავენ ამ კანონს, ხან არ იცავენ. გახსოვთ თქვენ ის მომენტი, როდესაც ქრისტესთან მოყავთ მრუში დედაკაცი. მანდ არის გამოყენებული სიტყვა, უბრალოდ უქორწინო იყო და ვინმესთან თანაცხოვრება კი არ ქონდა. მანდ არის სიტყვა გამოყენებული, რომელიც ნიშნავს ქორწინებაში მყოფი ადამიანის საქციელს. ანუ გინდ მამაკაცი ყოფილიყო, გინდ ქალი, ასეთ შემთხვევაში მეორე რჯულის, იგივე 5 წიგნეულის ბოლო წიგნის მეორე რჯულის 22-22-ში წერია, რომ ქალიც უნდა ჩაეკოლათ და კაციც. ბევრი სხვა კანონებიც არის გაწერილი, როგორ სასჯელზე რა უნდა მომხდარიყო, ძალიან საინტერესოა. ზოოფილიაც სიკვდილით ისჯებოდა, სისხლის აღრევითი სექსუალური კონტაქტით ისჯებოდა სიკვდილით, თუ ანუ ინცესტს განახორციელებდა ვინმე. მით უმეტეს თუ ამას ძალადობის ფორმა ჰქონდა, თუ ძალადობის ფორმა ჰქონდა, მოძალადე ისჯებოდა და თუ ეს ნებაყოფლობით ხდებოდა, ორივე ისჯებოდა. მათ შორისაა ჩამოთვლილი არატრადიციული ორიენტაციის სქესობრივი კავშირების დასჯაც. ანუ ესე განსაკუთრებულად მარტო ეს არის სჯებოდა, რომ ამაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ თითქოს ძველი აღთქმა მიკერძოებული იყო, არა. მრუშობისთვისაც ქვით იქოლებოდა და ჰომო ცხოვრებისთვისაც ქვით იქოლებოდა ადამიანი. თანაბრად. არანაირი მიკერძოება ამ შემთხვევაში არ იყო. ამიტომ ძველი აღთქმა, როგორც პოლიტიზირებული ეკლესიისთვის, კარგი მასალა იყო იმისთვის, რომ კანონმდებლობაში მოსულიყო იურისპრუდენციაში მოეყვანათ, გამოეყენებინათ ეს. რა თქმა უნდა, იქ თეოლოგიაც ძალიან დახვეწილი იყო უკვე მე-15 საუკუნისთვის. სქოლასტიკა ამ დროს სქოლასტიკას თავისი სიტყვა ნათქვამი აქვს და
ყველაფერი გაწერილია, ორგანიზებულია თომა აკვინელი თავის სუმა თეოლოგიაში, რომელიც მამა ითვლება, ასე ვთქვათ, სქოლასტიკის ერთ-ერთი უდიდესი თეოლოგიის სისტემატიზატორი, კლასიკაა მისი შრომა. იქ ერეტიკოსების სიკვდილით დასჯას მხარს უჭერს და ამბობს, რომ ერთხელ და ორჯერ შეგონების მერე თუ ერეტიკოსი დაჟინებით თავის პოზიციაზეა, უნდა დასაჯოს ის საერო ხელისუფლება. ამრიგად ერთ-ერთი საფუძველი ინკვიზიციისთვის თავისი ღვთისმეტყველებისა და პრაქტიკისა იყო ძველი აღთქმა. ასევე ჯადოქრობაც სიკვდილით ისჯებოდა ძველ აღთქმაში, მე აღარ გადაგღილით და ამ ტექსტებს აღარ წავიკითხავ. სრულწინასწარმეტყველით სიკვდილით ისჯებოდა, რომელიც გათანაბრებული იყო ჯადოქართან. იმიტომ რომ განსხვავდება ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი და სრულწინასწარმეტყველი. სრულწინასწარმეტყველს უნდა რომ ღმერთმა მის დაკრულზე ითამაშოს. ჭეშმარიტ წინასწარმეტყველი კი ღმერთის დაკრულზე თამაშობს. ეს განსხვავებაა მათ სოფხედველობაში. მაგიაში მიჩნეულია რომ მათი ეს შელოცვები თავისთავად აამოქმედებს იმას, ვინც დგას ამის უკან. ანუ შენ თუ სწორად წაიკითხავ მანტრას, ჭყალებში ვიძახი მანტრას, ეხა ინდუიზმს არ გულისხმობ, ანუ გაწერილ მაგიურ ლოცვას, თუ სწორად წაიკითხავ, აუცილებლად უნდა იმოქმედოს ბოროტმა. ჭეშმარიტ წინასწარმეტყველების შემთხვევაში ასე არ არის. ლოცულობს წინასწარმეტყველი, მაგრამ პასუხს ღმერთი წყვეტს. ანუ წინასწარმეტყველი ვერ იმორჩილებს ღმერთს. ეს განსხვავება არის. პირველი ძველი აღთქმის და ახალი აღთქმის გასაყარზე, ვინც გახდა ინკვიზიციის მსხვერპლი, თვითონ იესო ქრისტე და ამაზე მინდა ცოტა ვილაპარაკო. რომ იესო ქრისტე თავად სამების მეორე იპოსტასი ღვთისძე ხდება ინკვიზიციის მსხვერპლი და იცავდა თუ არა ამ სასამართლოზე იესო ქრისტეს თავს. იცავდა. გაგიკვირდებათ. თუ გახსოვთ ეგ ტექსტი, თუ არა შეგახსენებთ. რა ბრალდებები წაუყენეს იესო ქრისტეს? ბევრი ბრალდების ჩაშლა შეიძლება, მაგრამ ორი არის გამოკვეთილი, რომლიდანაც გამომდინარეობს დანარჩენი. პირველი ბრალდება, რომ მან თქვა, რომ ღვთისძეა და გაუტოლა თავისთავი ღმერთს, ამას მართლა იყო და ვინც იყო ეს ბრალდება წაუყენეს, რომ რატო იბრალებ თავზეო. როცა ეკითხება მღვდელმთავარი, შენ ხარ ძე ცოცხალი ღვთისა? მარკოზის სახარებაში მე-14 თავში მკვეთრად პასუხობს, მე ვარ. სხვა სახარებებში შენ ამბობ ეუბნება, მაგრამ ეს მთლიანობაში რო სურათ შევქმნით, მე ვარ. და მერე შემოიხევს მღვდელმთავარი ამ ტანსაცმელს და რაღაც გვინდა მოწმეები, აღარ თვითონ თქვა კაცმა, რომ ღვთისძეა. რელიგიური ბრალდება, თეოლოგიური ერესში ბრალდება წაუყენეს ქრისტეს პირველ რიგში. მეორე ბრალდება რა იყო? იქ იყო ისეთი რამე, ამან თქვა, რომ ტაძარი დაანგრიეთ და მე 3 დღეში აღვადგენ და ეს ვერაფრით ვერ დამტკიცდებოდა. მაგრამ მეორე ბრალდება მას წაუყენეს, რომ მან თქვა, რომ მე ვარ იუდეველთა მეფე. ანუ პოლიტიკური ბრალდებაც წაუყენეს. პილატეს წინაშე ქრისტე თავს არ იცავს. პილატე რო ეკითხება, ეს ეუბნება, რომ ჩემ სამეფო ამ ქვეყნიური არ არის. და პილატე ვერანაირ საშიშროებას ვერ ხედავს ამ კაცში. იმიტომ რომ ეს სულიერ სამყაროზე საუბრობს და პოლიტიკურ ხელმწიფობაზე და ხელისუფლებაზე არანაირ პრეტენზია არ აქვს. მაგრამ სინოდრიონის წინაშე ქრისტე თავის უფლებებს იცავს და მინდა წაგიკითხოთ ეს ადგილი. იოანეს სახარება
მე-18 თავი არის ძალიან საინტერესო პასაჟი და ტექსტია. მე-19 მუხლიდან. მღვდელმთავარმა ჰკითხა იესოს მის მოწაფეებზე და მის მოძღვრებაზე. მიუგო მას იესომ, მე აშკარად ველაპარაკებოდი წუთისოფელს და მუდამ ვასწავლიდი სინაგოგასა და ტაძარში. სადაც ყველად იუდეველი იკრიბება, ნახეთ, პასუხობს მღვდელმთავარს. ფარულად არაფერი მილაპარაკია. მე რას მეკითხები, ჰკითხე სმენელებს, რას ველაპარაკებოდი მათ. აჰა, მათიციან, რასაც ვამბობდი. ამ სიტყვებს რო ამბობდა, ერთმა მსახურთაგანმა იქ მდგომმა გაარტყა იესოს და უთხრა: ასე პასუხობ მღვდელმთავარს? როგორ ფიქრობთ, მიუშვირა მეორე ლოყა? აი რა უპასუხა. მიუგო იესომ, თუ ცუდად ვთქვი, დაამოწმე ცუდი. და თუ კარგად, რატომ მცემ? არ შეიძლებოდა ცემა. ანამ შებოჭილი გააგზავნა იგი მღვდელმთავარ კაიაფასთან. ორი მღვდელმთავარი იყო, ესეც სიმამრი და ისა სიძე იყვნენ. ან ძალაუფლება გაყოფილი ჰქონდათ. განაჩენი ღვთისგმობისთვის კი გამოიტანეს, მაგრამ იურიდიულად მათ არ ჰქონდათ დასჯის უფლება. ინკვიზიციაშიც ესე იყო. ინკვიზიტორებს განაჩენი გამოჰქონდათ, მაგრამ საერო ხელისუფლება აღასრულებდა. მერე ჩვენ თვითონ ამ პროცესის შემადგენელ პირებს შევეხებით და აი ვნახოთ, ვისგან შედგებოდა თვითონ ეს პროცესი. ვინ უნდა დასწრებოდა? ექიმებიც კი ესწრებოდნენ, რომ არ დარღვეულიყო უფლება ადამიანის. ანუ გაწერილი როგორც იყო მაგალითად მისი წამება, იმ დოზით უნდა მომხდარიყო. წამებას ჰქონდა თავარი მიზანი, რომ მონანიება მიეღოთ მისგან. რაში მდგომარეობს ინკვიზიციის ლოგიკა? კვლელობა ცოდვაა, ქურდობა ცოდვაა, ძალადობა ცოდვაა, ხო, ყველათან ხდება და დარღვევაა ვინმეს უფლების. და ჯადოქარი, რომელიც ხალხს ასწავლის მაგიას, ჯადოქრობას და ღვთისგზას აცდენს, ეს უფრო დიდი ცოდვაა, ამიტომ ესეც კრიმინალიზირებული უნდა იყოს. ხვდებით ლოგიკა სად არის. ძველ აღთქმაში სიკვდილით ისჯება ჯადოქარი. ამიტომ ჯადოქრობა და მკვლელობა თანასწორად სისხლის სამართლის საქმეთ არის მიჩნეული. უფრო უარესად არის მიჩნეული ჯადოქრობა, იმიტომ რომ სულიერადაც წარწმინდავს კაცს. აი შინაგანი ლოგიკა ინკვიზიციისა ეს არის. და ჩვენთვის ახლა ადვილია, იმიტომ რომ ჩვენ გავიარეთ ეს ეპოქები, იმხელა ინფორმაციას ვფლობთ, ვიყურებით იქით და მე რო ყოფილიყავი იმ ეპოქაში, ისეთი კეთილი ლაშაბართია ვიქნებოდი, რომ საერთოდ არ გამსჯიდი ამ საწყალ დასაწვავ ხალხს. არა, იქ ყველა იმ ეპოქის შვილი არის, გესმით, იმ სააზროვნო სისტემით. სხვა იურისპრუდენცია არ არსებობს. და რაც აქვთ, იმ კონტექსტში ესე უყურებ. ასევე ინკვიზიციას აქვს ეკლესიოლოგიური საფუძვლები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავიგოთ, რომ ძალიან სიღრმისეულად დავინახოთ ინკვიზიციის გულისცემა რატომ არის ასეთი. რას ნიშნავს ეს სწავლება ეკლესიის შესახებ? ეკლესია არის მათთვის ორგანიზმი, მაგრამ ინკვიზიციაში ინსტიტუცია უფრო ჭარბობს ეკლესიაში ვიდრე ორგანიზმი. ორგანიზმში შედის ყველა ხალხი, მაგრამ თვითონ ინკვიზიცია ამ ორგანიზმს მართავს. დიდი ინკვიზიტორი რას ეუბნება დოსტოევსკის რომანში ქრისტეს. ჩვენ არ მოგვეციო, რასაც შეკრავთო და რასაც გახსნითო. დაგვანებე თავიო, ეხლა ჩვენ მივხედავთ ამათ. წადი და აღარ მოხვიდეო. ანუ ეს მაგალითად რა თქმა უნდა ის არის ლიტერატურული ის არის ნაწარმოები, მაგრამ კარგად არის ნაჩვენები
ირონიულად თუ ალეგორიულად კარგად არის ნაჩვენები პოლიტიზირებულმა ქრისტიანობამ როგორ განდევნა ქრისტე თავის თავიდან. მათ შორის პროტესტანტებმაც. მაგალითად ვილრიხ ცვინგლიმ, ერთ-ერთმა კლასიკურმა რეფორმატორმა შვეიცარიაში 1527 წელს 5 იანვარს ფელიქს მანცი ხელფეხი შეუკრეს და ცოცხლად დაახჩვეს მყინვარე წყალში. ქრისტეს სახელით და ერეტიკოსი რო იყო იმიტომ. რაში მდგომარეობდა ამ ფელიქს მანცის ერესი? ჯერ დასხდნენ ისაუბრეს ვილრიხ ცვინგლი ჩვილთან ათლობას უჭერდა მხარს, მიუხედავად იმისა, რომ კათოლიციზმს გამოეყოდა. ფელიქს მანცი ამბობდა, რომ ადამიანი უნდა მოინათლოს შეგნებულად დასრულ ასაკში და ჩვილთან ათლობას არ აღიარებდა და აი ეს რო არ უარყო და არ დაეთანხმა ამის გამო დიდმა რეფორმატორმა ვილრიხ ცვინგლიმ პირველი მოწამე ანაბაპტისტი, რომელიც გადანათლულს ნიშნავს, ეგეც პროტესტანტული შტო იყო და საერთო ჯამში რეფორმატორმა პროტესტანტიზმაც მოუწყო ინკვიზიცია ანაბაპტისტ პროტესტანტებს და ფიქრობენ, რომ 150,000-მდე ადამიანი არის მოკლული ან კოცონზე დაწვით, ან წყალში ჩაყუყუმოვანი ჩახრჩობით. ასე რომ ინკვიზიცია ერქვა ამას თუ არ ერქვა რა მნიშვნელობა აქვს? იგივე რაღაცას აკეთებდა ესეც. განსაკუთრებით შვეიცარიის რეფორმაცია იყო უფრო სასტიკი. ობიექტურობისთვის ეს არ იყო მხოლოდ კათოლიკეების ასე ვთქვათ, ნიშანი, რომ ისინი აკეთებდნენ ამას.